ეგრეთ წოდებული უფლებადამცველი საგარეო საქმეთა მინისტრის შეურაცხყოფას აყენებს პარალელურად საფრანგეთის ელჩს მასპინძლობს. ბაია პატარაიას მიერ საქართველოს პირველი დიპლომატის საჯაროდ ლანძღვა, რადგანაც დიპლომატის ყურადღების მიღმა დარჩა. ისევე როგორც ფრანგი მინისტრის ქართულ პოლიტიკაში ჩარევა. მეგინა არსავიძე ევროპელობითა და ლიბერალიზმით შენიღბული სიძულვილის ენის შესახებ. ქალთა დაცვის სახელით ქალების წინააღმდეგ. ასე მუშაობს საფარის ხელმძღვანელი ბაია პატარაია. უფლებადამცველის ნიღაბს ამოფარებული პატარაია სოციალურ ქსელში შეურაცხყოფას აყენებს ყველას, ვინც მის პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდება, მათ შორის ქალებსაც. ამჯერად მისი აგრესიის სამიზნე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გახდა. გაეროს ქალთა სტატუსის განსაზღვრელ კომისიის შეხვედრაზე მივფრინავ ნიუ-იორკში. გავიგე მაკა ბოჭორიშვილიც მოეთრევა. მაინტერესებს რითი უნდა იტრაბახოს იმ ქოცქალამ, გაუქმებული კვოტებით თუ კანონებიდან გენდერის ამოშლით. ვიდრე საფარის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში ლიბერალური ფაშიზმის ამ მასტერკლასს შემოგთავაზებდა. რამდენიმე დღით ადრე მის ორგანიზაციას საფრანგეთის ელჩი ესტუმრა. იმ ქვეყნის დიპლომატი, რომლის ევროპის საქმეთა მინისტრი საქართველოზე საუბრისას ახალ არჩევნებზე აკეთებს აქცენტს. საფრანგეთის ელჩის ვიზიტმა, როგორც ჩანს, კიდევ უფრო წაახალისა ბაია პატარაია, რომელიც სიძულვილის ენას ისედაც ხშირად მიმართავს. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით დიპლომატმა პატარაიას ეს რიტორიკა უნდა დაგმოს. საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრის გუშინდელ განცხადებაზე გამახსენდა ხალხს ვუჯერთ მხარსო. ძნელი წარმოსადგენია რა განწყობა ექნებოდა საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრს საფრანგეთში საქართველოს საელჩო ისეთ ხალხს რომ აფინანსებდეს და მხარს უჭერდეს, რომლებიც ამგვარი ლექსიკით მოიხსენიებენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. ალბათ მინიმუმ მოლოდინი ექნებოდა, რომ საქართველოს საელჩო დაგმობდა და გაემიჯნებოდა ამგვარ რადიკალიზმს. ვნახოთ, როგორ მოიქცევა საფრანგეთის ელჩი. ევროპულობა ხომ საქმეში გამოიხატება და არა მხოლოდ განცხადებებში. სახელმწიფო გუნდში დიპლომატების ნაწილის მიერ რადიკალიზმის წახალისებაზე საუბრობენ. აქვე აღნიშნავენ, რომ ბაია პატარაიას გზავნილები თუ ქმედებები ლიბერალური ფაშიზმის გამოხატულებაა და ამის წახალისება მიუღებელია. ის აგრესიული და ზიზღის ენის რიტორიკა ეწინააღმდეგება პირველ რიგში ქალთა უფლებების დაცვის ძირითად პრინციპებს და განსაკუთრებით, როდესაც ეს ხდება ეგრეთ წოდებული უფლებადამცველის მხრიდან. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსგავსი რიტორიკა ასევე უჩენს, ასე ვთქვათ, ახალგაზრდა ქალბატონებს და გოგონებს, უკარგავს სურვილს პოლიტიკაში მონაწილეობის და ესეც დასაგმობია. იმედი მაქვს და მოლოდინი მაქვს, რომ ქალბატონი ელჩიც დაგმობს ამ პოსტს. თუ შენ არ გაქვს იგივე პოზიცია, არ გაქვს იგივე მოსაზრება, მაშინვე ისინი ერთვებიან, აქვთ ერთი message box-ი, რომელსაც გარედან იღებენ და ნახეთ და აკვირდით. ერთი და იგივე მიდგომები და დამოკიდებულება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ განსხვავებული აზრის მიმართ. მაშინვე მიდის თავდასხმები, მაშინვე მიდის შეურაცხყოფა, რო კითხო ლიბერალები არიან, საერთოდ ლიბერალიზმთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ ამ ადამიანებს, ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რასაც წარმოადგენენ. არაერთხელ გვინახავს, როდესაც სხვადასხვა სახელმწიფოების ელჩების თუ შესაბამისი მთავრობების პირდაპირ თუ ირიბი წახალისების შედეგად ეს სიძულვილის ენა, შესაბამისი გაშავების კამპანიები წარმოებულა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით. რასაკვირველია ამ შემთხვევაში ჩვენ რომ დავრწმუნდეთ შესაბამისი სახელმწიფოს წარმომადგენლის კეთილსინდისიერებაში, ბუნებრივია ნებისმიერ მსგავს ქმედებაზე საჭირო არის ადეკვატური რეაგირება. საფრანგეთის საელჩომ ქრონიკას კონკრეტული კითხვით მიმართა, მაგრამ ტრადიციულად ელჩი არც ამ შეკითხვას პასუხობს.